როდესაც ვაკვირდები სოციალებს რას ვხედავ, რას და იმას, რომ მამაკაცები პატიოსანი ბოზებისკენ მიისწრაფებიან. აი ლეგენდები რომ დადის მასეთ ქალებზე, რომლებიც ხალხში პატიოსნები არიან, ხოლო საწოლში კი გარყვნილი ბოზები. ოღონდ მხოლოდ ქმრის ბოზები. ხო და როდესაც ნახავენ ქალს, რომელიც თან ტრაკის ფოტოსტებს და თან პატიოსნებაზე აზიარებს რაღაც ბრძნულ პოსტებს, შემდეგ ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდ თაიგულს აჩუქებს მაგ პატიოსან ბოზს და ვინ უფრო გააღმერთებს. იცით რატომ არ ეწინააღმდეგება მამაკაცი ქალს, როდესაც ის თავის თავს სოციალების აუქციონზე დებს, ანუ როდესაც გამომწვევ სექსუალური ქვეტექსტის ფოტოებს ტვირთავს სოციალებში. იმიტომ რომ სხვებს შეშურდეთ, მას მოსწონს, როდესაც სხვები მის რჩეულს თვალებით ჭამენ. სხვებს უნდათ ეს ქალი, მაგრამ ის ჩემია. მე შემიძლია ამ ქალს რომ შევეხო, შენ კი არა. ხო და იჯექი მასე და დაკავდი ხელჩართული ბრძოლით, შელუზერო. აი ასეთი სულელური და რაც მთავარია სამწუხარო აზრები ამოძრავებთ მათ და შემდეგ უკვე მაგ ყველაფრის შედეგიც მასეთივე სულელური და სამწუხაროა. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა არის ინსტრუმენტი იმისთვის რომ იმაზე ოდნავ მაინც უკეთესი გახდე, ვიდრე მანამდე იყავი და სანამ უკეთესი არ გახდები, მანამდე კიდევ ბევრი და სულ უფრო უარესი განსაცდელი მოგიკაკუნებს რომ ჭკუა გასწავლოს. თუ შენ უსამართლოდ ექცევი ქალს, ან თუ ისეთ პირობებს უქმნი რომ ქალი ირყნება, ან თუ თვალს ხუჭავ მაგ ყველაფერზე, ან მით უმეტეს თუ ახალისებ მაგ ყველაფერს, ან კიდევ უფრო მით უმეტეს თუ შენ თვითონვე გაგიჟდი და გადაირიევნებისგან, თქვენი ურთიერთობა აუცილებლად ატომებად დაიშლება. ეს არის ამ სამყაროს კანონზომიერება. ეს არის გარკვეული მეტაფიზიკური, სულიერი კანონები. ამას ვერავინ ვერსად გაიქცა და დამიჯერე, არც შენ ხარ გამონაკლისი. თუ დააყენებ ქალს პირველ ადგილზე, უფრო სწორად ქალს კი არა, აი იმ შეგრძნებებს, რასაც გრძნობ მის მიმართ, მაშინ მზად იყავი იმისთვის, რომ შენ მას აუცილებლად დაკარგავ და დაკარგავ ყველაზე არასასურველ მომენტში და ყველაზე მტკივნეული გზით.